გაგაცნოთ კომპანია, რომელიც უკვე 24 წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საქართველოს საავტომობილო და საინჟინრო სექტორებში. ASP გრუპი ერთ-ერთ უმსხვილეს მრავალპროფილურ კომპანიად რჩება ქვეყანაში და აერთიანებს როგორც საავტომობილო, ასევე სამშენებლო, აგრო და ჰიდრაულიკის მიმართულებებს. გუშინ გამართულ დემო-შოუზე კომპანია პარტნიორებსა და მომხმარებლებს საკუთარი სიახლეები და ინოვაციური მიდგომები გააცნო. საქმე დილას მაყურებელებს კი სწორედ ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ მოვისმინოთ ASP გრუპის გეგმები და გავიგოთ როგორც ჩაიარა დემო-შოუმ, რომლის მიზანიც არის პარტნიორ კომპანიებს დაინტერესებულ ადამიანებსა და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნოს კომპანიის საქმიანობის მიმართულებები, სიახლეები და ინოვაციური მიდგომები. საქმე დილას სტუდიას დღეს დილიდან სტუმრობენ ზაზა ინუქიძე, ASP გრუპის დირექტორი და ედვარდ ცხოვრებაძე არის ჩვენთან ერთად ASP გრუპის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მადლობა მობრძანებისთვის. ბატონო ზაზა, ეს მითმინდა ერთგვარად შეჯამებით მაინც წლის ბოლო არის და სანამ დემო დღეზე გადავალთ ASP მე შევახსენებ მაყურებელს რომ 24 წლის მიღმა ეს არის უკვე 100 თანამშრომლით წარმოდგენილი გუნდი რომელიც თორსტებით 14 ფილიალი არის უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით და საუბარია თითქმის ყველა ტიპის სერტიფიკატზე საერთაშორისოზე დაწყებული შრომის უსაფრთხოებიდან დასრულებული ხარისხის მართვაზე, რომელიც ახლავს თან ყველა იმ სერვისს, რომელიც ASP-სთან არის მიმართებაში. ეს არის კომპანია, რომელიც 70-ზე მეტ ვენდორს და მომწოდებელს წარმოადგენს. რა შეიძლება ვთქვათ 2025 წელთან დაკავშირებით, როგორ სრულდება ის თქვენი ჯგუფისთვის? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს პირველ რიგში. საკმაოდ წარმატებული, შედეგიანი და საქმეზე ორიენტირებული წელი გახდათ 2025 წელი, როგორც თქვენ აღნიშნეთ. როგორც გაყიდვების კუთხით და ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით, ასევე უშუალოდ ჩვენს კომპანიის განვითარებასთან და პერსონალურად ზრდასთან დაკავშირებით. შეგიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს მეტნაკლებად გაიზარდა კორპორატიული მოხმარების კლიენტთა რაოდენობა, გაიზარდა შესაბამისად მიწოდებული და მისაწოდებელი სერვისის მოცულობა და რაოდენობა კორპორატიულ კლიენტთან და ბიზნესთან მიმართებაში და ამ გაზრდილმა მოცულობამ წარმოქმნა ის მოთხოვნები, რომელიც დგას რეალურად ჩვენი კომპანიის წინაშე დღეს, რომელიც ერთის მხრივ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ჩვენი უკვე გაზრდილი კორპორატიული კლიენტების მოთხოვნები და თავსებადობაში მოვიდეს ჩვენი საქმიანობა მათ მოთხოვნებთან და ამასთანავე მეორეს მხრივ ეს ზრდა და ასე ვთქვათ კლიენტთა რაოდენობის ცვლილება იწვევს ალბათ იმასაც, რომ შესაბამისად იცვლება ჩვენი საქმიანობის სპეციფიკაც მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მაქსიმალურად აუცილებელია მოვერგოთ ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებს, მოვერგოთ მათ ასე ვთქვათ იმ მოთხოვნებს, რომელსაც თავის მხრივ ეს კორპორატიული ბიზნესი ყოველწლიურად და ყოველდღიურად განიცდის ცვლილებას. შესაბამისად მთელი ეს 2025 წელი ორიენტირებული ვიყავით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორჩეული იყო იმით, რომ სწორედ აი ეს მუდმივი დინამიკა, რომელიც ბაზარზეა, როგორც ჩვენში და ბაზარზე, ისე საგარეო ბაზარზე, მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო ჩვენი მომხმარებლის. სანამ დემო დღესთან დაკავშირებით გადავალთ, ანუ რა შეიძლება იყოს გამოყოფილი, ვუსმენდი ბატონო ზაზას და გასაგებია, ალბათ გულისხმობს იმას, რომ ცვალებადია და შეიცვალა მომხმარებელიც თვითონ. ის უფრო მრავალფეროვანი მოთხოვნადიც გახდა თავის რას გამოყოფთ 2025 წლიდან როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს? ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში ASP-ისთვის ეს იყო ორი მნიშვნელოვანი სერტიფიკატი, ISO სერტიფიკატი, ეს იყო ერთი გარემოს დაცვის კუთხით და მეორე ეს გახლავთ შრომითი უსაფრთხოების კუთხით, რომელიც 2025 წელს წარმატებით ჩავაბარეთ. ის გამოწვევები, რაც ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება, ეს არის ელექტროავტომობილების შემოსვლა ბაზარზე, ჩვენ საუბრობთ მხარი
უშუალოდ ჩვენს კომპანიაში ასევე შეიცვალა პარკი და შიდა მომსახურებისთვის ელექტრომობილებს ვიყენებთ. გვაქვს 100 კილოვატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური სათაო ოფისში. ასევე მომხმარებლის კუთხით, ვინაიდანაც ბევრმა მომხმარებელმა უკვე ელექტრომობილები შეიძინა, შესაბამისად მოხდა თანამშრომლების გადამზადება ელექტროავტომობილებთან მიმართებაში. უახლოეს ხანში ჩვენ დავასრულებთ ერთ-ერთ სერიოზულ პროექტს, ეს იქნება სრულიად 100%-იანად ელექტრო ბატარეებზე მომუშავე კომუნალური, ანუ ნაგვის გასატანი მოწყობილობა ავტომანქანა, რომელიც ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შეკვეთით მზადდება. რაც მე მგონი ალბათ საქართველოში პირველი იქნება და მივესალმები, რომ ეს რეგიონში ხდება და არა თქვა ცენტრში, რომ ასე რომ მენტალურადაც ქართველი მომხმარებელი ავტობაზარზე შეიცვალა მოთხოვნები იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, ანუ ახალი მანქანის შეძენა უნდა არა, იმიტომ რომ რეგულაციებს აუბართ ხარ, არამედ მენტალურადაც რომ თვითონაც ხდება რომ გამონაბოლქვის შემცირება როგორც მისი ოჯახისთვის და ასევე მისი ბიზნესისთვის უკეთესია და გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ანუ შემიძლია ვთქვათ რომ ქართველი მომხმარებელი ამ კუთხით ეს ცვლილება იყო იგრძნობოდა 2025 წელს. როგორ ჩაიერა დემო დღემ და რა წარადგინა კომპანიამ ის მნიშვნელოვანი რაც 2025-ში თქვენთვის გამორჩეული იყო, მათ შორის იგივე ავტომობილი, რომელიც ახსენეთ. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ალბათ ეს დემო შოუ გამოხატული იყო იმ პირველ რიგში, რომ ელექტრომობილებით წარუდგინეთ ჩვენს მომხმარებელს, ასევე წარუდგინეთ ახალი სპეცტექნიკა, როგორიც არის მიქსერები, თვითმავალი მიქსერები, ასევე სხვადასხვა ტიპის ექსკავაციის და კარიერზე მომუშავე ტექნიკები. ამ კუთხით საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო მომხმარებლის მხრიდან, განსაკუთრებით კერძო სექტორიდან. თუნდაც გაჟღერდა მომავალ წლის გეგმები და განაცხადები, რასაც თქვენი კლიენტებისთვის და პარტნიორებისთვის აკეთებთ, რომლებიც უკვე იდეაში ათასობით არიან. რა თქმა უნდა, როგორც ბატონმა ედუარდმა აღნიშნა, ჩვენი ამ პრომო ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სლოგანი გახდა ორიენტირება ახალ განახლებადი ტექნოლოგიებზე და მზის ტექნოლოგიებზე. როგორც ეგან ვისაუბრეთ, ქართული საავტომობილო ბაზარი ცდილობს ფეხიაობას მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, ისეთი როგორიც არის განახლებადი ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებით ჩანაცვლება ავტოპარკების, იმიტომ რომ ეს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ეკოლოგიისთვის და მინიმალურ ზიანს აყენებს ეკოლოგიას, ამასთანავე ეს დაკავშირებულია თვითონ ხარჯების შემცირებასთან უშუალოდ მომხმარებლების მხრივ. თქვენი კომპანიის წარმომადგენლების სტუმრობისას გამოგჩეთ წეგან ბატონ ედუარდთან საუბრისას არის ჯერ კიდევ შარშან დამონტაჟებული 100 კილოვატ-საათიანი თუორთები განახლებადი ენერგიის სადგური, რომელიც მთლიანად კომპანიის კვლავ-წარმოებას ხმარდება. კვლავ-წარმოებას ხმარდება, როგორც აღნიშნეთ, ჩვენს უკვე შიდა, ასე ვთქვათ, მომარაგების და სადისტრიბუციო ქსელში, რომელიც ჩვენს ფილიალებსთან და სხვადასხვა სერვის ცენტრებთან გვჭირდება, უშუალოდ ჩვენ უკვე გადასულები ვართ თავიდან ბოლომდე ელექტრომანქანებზე. ჩვენს იმპორტირებულ ელექტრომანქანებზე ვიყენებთ, როგორც აღნიშნეთ, ჩვენს მიერ მოპოვებულ ელექტროენერგიას, შესაბამისად, მინდა დარწმუნებით უთხრა ნებისმიერ მომხმარებელს, რომ ეს გაცილებით შეღავათიანი მომენტია ბიზნესისთვის, მინიმალური დანახარჯებით, მინიმალური ზემოქმედებით, მავნეზე გავლენით გარემოზე და ეს არის მომავალი, ეს არის სამომავლო ტენდენცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბაზარი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მასშტაბით აითვისებს. შეჯამებისთვის რითი იქნება 2026-ში გამორჩეული, რას ფიქრობთ? კითხვა მოკლე ორთავეს. ბატონ ედუარდ, დავიწყოთ თქვენგან. სავარაუდოდ ჩემი გათვლებით კიდევ ახალი რეგულაციები შემოდის და შესაბამისად ბაზარი უპასუხებს, ეს იქნება სპეცტექნიკასთან მიმართულებით, ისეთ სპეცტექნიკაზე, როგორიც არის ამწე კალათები, როგორიც არის ამწე მანიპულატორები, დამატებითი რეგულაციები შემოდის 2026 წლიდან, ეს უფრო მეტ, ასე ვთქვათ, საშუალებას აძლევს ბიზნესს, რომ უფრო განაახლოს, ასე ვთქვათ, პარკი და უპასუხოს ამ მოთხოვნებს, ამ ფიქრობ, რომ მომავალ წელს ამ კუთხით ამ მიმართულებით ასევე ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნები გაიზრდება კიდევ უფრო მეტად 2026 წელს. ეს ტრენდები მე ჩემი აზრით 2026 წელს ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ბაზარზე. ბატონ ზაზა, ხო არ დავამატებდით რომ? მე დავამატებდი ალბათ იმას, რაც ბატონმა ედუარდმა აღნიშნა, რომ ძირითადი მიმართულება და ტრენდი იქნება ნამდვილად 2026-ში ელექტრომანქანებზე
აღებული ორიენტაცია, ასევე ახალი მანქანების, თუნდაც შიდაწვის ძრავის მანქანების უფრო მეტი წილის აღება ადგილობრივ ბაზარზე და ჩანაცვლება ნელ-ნელა იმ მეორადი საკმაოდ დროგასული ავტომობილებით. იმედია 2026 წარმატებული იქნება თქვენთვისაც, თქვენი მომხმარებლისასაც, ჩვენთვისაც და ისურვებთ ყოველივე კარგს. ასევე თქვენს წარმატებები და უბრალესი მადლობა მობრძანებისთვის და წლის შეჯამებისთვის საზაენ უქიძეს SP გრუპის დირექტორს და ედუარდ ცხოვრებაძეს SP გრუპის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს.